გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გამოშვებაში ნახავთ. ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციით, როგორ აფასებს მმართველი გუნდი ბრიუსელის მოთხოვნებს და რასაც ხადებს ოპოზიცია. საგამოძიებო ექსპერიმენტი რუსთაველის გამზირზე 2019 წლის 20-21 ივნისის საქმე და დაზარალებულები. ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ადვოკატი დეტალურად განმარტავს გიორგი ბაჩიაშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეს. ადვოკატი წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს არ აქვს საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძვლები, ამიტომ ის ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ეგრეთ წოდებული დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ადვოკატი აცხადებს, რომ აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება, ისევე როგორც ტყუილია თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა და მხარდაჭერის გამო მიმდინარეობს მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ერთი მხრივ სააპელაციო განხილვის ეტაპზე კიდევ უფრო თვალსაჩინო და აშკარა გახდა დაზარალებული ბიძინა ივანიშვილის სიმართლე, მისი პოზიციის ისწორე, ხოლო მეორე მხრივ კიდევ უფრო ცხადი გახდა მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი. სააპელაციო სტადიაზე საქმის განხილვის ანალიზის დროს პირველ რიგში საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან მისი ზოგიერთი პოზიციის დიამეტრულ ცვლილებაზე. იმასთან შედარებით, რაც მას გააჩნდა გამოძიების და საქმის პირველ ინსტანციაში განხილვის ეტაპზე. რითიც იგი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან. ბაჩიაშვილის მთავარ არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თითქოს და მის მიერ ბიტკოინების მაინინგის დაფინანსების მიზნით მიღებული კრედიტის დაფარვის შემდგომ მან ბანკის ადმინისტრატორს ნაღდი ფულის სახით დამატებით გადასცა ის სარგებელი ინტერესი, რაც მასთან შეათანხმა კრედიტის გაცემის დროს. აღნიშნულს ასაბუთებდა მის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ეგრეთ წოდებული კალკულაციით, რომელშიც დეტალურად განმარტავდა თანხების დაანგარიშების წესსა და შესაბამისად ოდენობას და ასევე მის მიერ წარმოდგენილ აუთენტურ აუდიო ჩანაწერზე მითითებით, მისი აზრით დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერი დგინდებოდა, რომ დაზარალებული ბიძინა ივანიშვილი დაეთანხმა. საზოგადოებისთვის თვალსაჩინოდ განმარტეთ და ცნობილია, რომ არავითარ თანხმობას დაზარალებულის მხრიდან არ მოიცავს აღნიშნული აუდიო ჩანაწერი. მას კრედიტის გაცემაზე ბანკისთვის გარკვეული სარგებლის გაცემის სანაცვლოდ, რეალურად მის მიერ ბანკის მენეჯერისთვის გაცემული თანხა მენეჯერისთვის ფულადი სახსრების გადაცემისას, მან დააკვალიფიცირა როგორც გარიგების დასრულების შემდგომ დარჩენილი მოგება, რომელიც ეკუთვნოდა დაზარალებულ ბიძინა ივანიშვილს. თითქოს და კრედიტის მომსახურების შემდგომ მეტი არაფერი დარჩა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მის მიმართ დაიწყო გამოძიება, მან გადააკვალიფიცირა ეს თანხა როგორც დამატებითი სარგებელი ბანკის მიერ კრედიტის გაცემის სანაცვლოდ. თუმცა არც ეს არის მთავარი. სააპელაციო განხილვის ეტაპზე ბაჩიაშვილის დაკითხვისას, რაც დაცვის მხარემ მოითხოვა, კითხვაზე კრედიტის დაფარვის შემდგომ გადასცა თუ არა, მან ვინმეს ნაღდი ფული, ჰქონდა თუ არა მას საუბარი ბანკის წარმომადგენელთან, ბანკისთვის დამატებით სარგებელზე, მან უპასუხა, რომ არა, მას არავისთან ჰქონია მსგავსი შეთანხმება. და შესაბამისად არც არავისთვის გადაუცია ნაღდი თანხა. მას შემდეგ კი რაც მისთვის შეთავაზებულ იქნა მისივე წარდგენილი დოკუმენტების, კალკულაციის დამატებითი გამოკვლევა, მისი ჩვენების გამოკითხვის ოქრომების ციტირება კატეგორიულად უარი განაცხადა, როგორც დოკუმენტის გამოკვლევაზე, ასევე მის მიერ გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მიცემული ჩვენებისა თუ განმარტებების ციტირებაზე. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივარში იგი მათ შორის ასაჩივრებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც მას უარი ეთქვა მისი ჩვენებების გამოქვეყნებაზე. სააპელაციო განხილვის ეტაპზე კი ფაქტიურად უარყო როგორც სააპელაციო სარჩელის აღნიშნული მოთხოვნა, ასევე მანამდე მიცემული მისი შესაბამისი ჩვენებები თუ განმარტებები. აღნიშნული მოქმედებებით იგი წინააღმდეგობაში მოვიდა საკუთარ თავთან, მის არსებით პოზიციასთან, რომელსაც ეყრდნობოდა დაცვა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ვითარებაში ცხადია, რომ მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის ნებისმიერი განმარტება თუ პოზიცია სრულად მოკლებულია სანდოობას და წარმოადგენს სიცრუეს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც განხილულ იქნა სააპელაციო ეტაპზე, შეეხება მსჯავრდებული ბაჩიაშვილის აღიარებას, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი საერთოდ შეიძლება ის განხილულ იქნეს ინვესტორად ბიტკოინის მაინინგის გარიგებაში, ეს შესაძლებელია მხოლოდ $1,300,000 ASH ფარგლებში, რომლის მობილიზაცია მან მოახდინა და არა $5,000,000 ASH ნაწილში, რაც იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია
პოზიცია მაინინგის კონტრაქტში. კერძოდ 2016 წელს ერთ-ერთ კრიპტობირჟასთან ელექტრონული პოსტის მეშვეობით ნაწარმოებ მიმოწერაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მან დააფინანსა ქართული ბიტკოინის მაინინგის სტარტაპი, ანუ ახალი გამოცდილების არ მქონე კომპანია, ხოლო მისი მონაწილეობის ოდენობა მოცულობა იყო $1,500,000 ASH ფარგლებში. აქ პირდაპირ საუბარია კომპანიაზე, რომელმაც ასევე მიიღო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია საბანკო კრედიტის გაცემის გზით $5 მილიონი ASH ოდენობით. ანუ პირდაპირ აღიარებს მსჯავრდებული ოფიციალურ მიმოწერაში, რაც უკავშირდებოდა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებს, AML KYC პროცედურა, იმას, რასაც ამტკიცებს დაზარალებული მხარე, რომ ბაჩიაშვილი არ წარმოადგენს ინვესტორს $5 მილიონი ASH ნაწილში. ბაჩიაშვილი შეეცადა, რომ აღნიშნული გაემართლებინა იმით, რომ სტარტაპ კომპანია ცალკე იურიდიული პირია, ხოლო მიმოწერაში მხოლოდ საკუთარ ფინანსებთან დაკავშირებით ახდენდა თურმე კომუნიკაციას კრიპტობირჟის წარმომადგენლებთან. აღნიშნული ტყუილიც ხალმოკლე აღმოჩნდა, რადგან საქმეში მათ შორის ინახება სხვა მტკიცებულება. 2017 წლის ელექტრონული პოსტის მეშვეობით ნაწარმოები მიმოწერა, ანუ მას შემდეგ, რაც 2016 წელს უკვე დაადასტურა მსჯავრდებულმა მისი მონაწილეობის მოცულობა მაინინგის გარიგებაში. იგივე კრიპტობირჟასთან, სადაც ბაჩიაშვილი განმარტავს, რომ მას არ გაუმიჯნავს მისი პირადი და კომპანიის ფინანსები და ის და კომპანია უნდა განიხილონ როგორც ერთი, ფინანსების წყაროს თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე აშკარაა, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ და არაორაზროვნად ადასტურებენ, თანაც ამას აკეთებს თავად ბაჩიაშვილი იმ ფაქტს, რომ ბანკიდან სესხის სახით გაცემული $5 მილიონი ASH ნაწილში ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, რომ ზემოთ მითითებული გარემოებები აბსოლუტურად საკმარისია საზოგადოებისთვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნას სადაო საკითხებთან დაკავშირებით და დარწმუნდეს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია. ამიტომ რთულ ვითარებაში მყოფი მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არ მქონე, ბაჩიაშვილი ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ეგრეთ წოდებული დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე ეყრდნობა თითქოს და მორალურ საფუძვლებს. კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს. იმის დასამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ისჯება მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ სერიიდან არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს და მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე. მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა გერმანულმა დასკვნამ აუდიო ჩანაწერის შესახებ თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება, ზემოაღნიშნულ საკითხებზე კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდებული ბაჩიაშვილის ამ ეგრეთ წოდებულ არგუმენტებს. აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა. იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ სტრატეგიულ სვლად, როდესაც მთავარია, რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას, ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ შიშველი პიარი, რომელსაც ჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის. მტკიცებულებების არარსებობას რომ თავი დავანებოთ ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისთვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ტაქტიკა მუდმივად განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ შემოგდებული საქმეში. ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპათიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა. ადრეც განმარტეს საზოგადოებისთვის, რომ ბაჩიაშვილი არასდროს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეხვედრასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის თანაგრძნობა ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან.
რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ზემოთ აღნიშნე, ერთდროს სენსაციური და ექსკლუზიური აუდიო ჩანაწერიც კი, რომელიც თავის დროზე მსჯავრდებულმა გაავრცელებინა საჯარო სივრცეში, გააუფასურა ბაჩიაშვილმა იმ თვალსაზრისით, რომ საერთოდ უარყო იმ ფაქტის არსებობა. ნაღდი ფულის ბანკის ადმინისტრატორისათვის გადაცემა, რის დადასტურებასაც ამ ჩანაწერის მეშვეობით ცდილობდა. არაავთენტური დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერიდანაც კი, რომელზეც ზემოქმედების კვალი ვერ გამორიცხა გერმანულმა ექსპერტიზამ, ვერც მისი შექმნის დრო დაადგინა და ვერც მონაწილე პირთა რაოდენობა, ვლინდება შემდეგი. ბაჩიაშვილს კრედიტი არ აქვს დამტკიცებული. ბაჩიაშვილს უარსეუბნება ბანკი კრედიტის გაცემაზე. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ უნდა განხილულიყო მისთვის არაუზრუნველყოფილი კრედიტის გაცემა, უკიდურესად სარისკო საქმიანობისთვის. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ბანკის ადმინისტრატორს უბანოს სხვა პირისთვის კრედიტის გაცემა. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი როგორც ბანკი ქართუს აქციონერი ბენეფიციარი მესაკუთრე გარანტად დადგომოდა მესამე პირს. ანუ მოეხდინა ქართულ ბანკში სხვა პირის კრედიტის უზრუნველყოფა, საკუთარი ან მისი ოჯახის წევრის გარდა. იმ პირობებში, რომ საქმეში არსებული პირდაპირი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კრედიტის უზრუნველყოფა ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა პირადი ფულადის ახსრებით, აუდიო ჩანაწერში ასახული მისიეს განმარტება პირდაპირ გამორიცხავს, რომ ბაჩიაშვილი იყო ინვესტორი ბანკი ქართუდან გაცემული თანხების ნაწილში. ბაჩიაშვილს უკვე გადახდილი აქვს გარკვეული თანხა ბიტკოინების მაინინგის, გამომუშავების კონტრაქტში. მაშინ, როდესაც არ აქვს თანხმობა კრედიტის მიღებაზე. ამ ნაწილში საგულისხმოა სააპელაციო განხილვის ეტაპზე დაცვის მხარის მიერ დაფიქსირებული პოზიცია, რომ მაინინგი განმახორციელებელი კომპანიის ინტერესი იყო წინსწრებით სრულად მიეღო მაინინგის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა. 6.305.000 აშშ დოლარი. ანუ ბიტკოინების გამომუშავებას არ დალოდებოდა და საბითუმო ფასად მოეხდინა სხვისთვის მაინინგი. აღნიშნული პირდაპირ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ინვესტიციის არ განხორციელების შემთხვევაში მაინინგის კონტრაქტი გარიგება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა, რადგან არ შეივსებოდა სრულად სახელშეკრულებო თანხა და ამის საწინააღმდეგო მსჯელობა მცდარია. მაინინგის კონტრაქტში თანხის ნაწილის გადახდაზე აქცენტის გაკეთებით, ბაჩიაშვილი ცდილობს ბიძინა ივანიშვილისგან უპირობო თანხმობის მიღებას კრედიტის მისთვის გაცემაზე აწოდებს მცდარ ინფორმაციას. თითქოს და ბიტკოინების მაინინგში ფულის ინვესტირება იგივეა, რაც მყარი ფასიანი ქაღალდის შეძენა, ხოლო მისი პირადი თანხებით ნაწილობრივ მონაწილეობა წარმოადგენს ერთგვარ უზრუნველყოფას, რაც ცხადია, რომ აბსურდია. ბრალდებულის მცდელობის მიუხედავად ბიძინა ივანიშვილი არ აძლევს რაიმე თანხმობას თუ პირობას ბაჩიაშვილს მისთვის კრედიტის გაცემაზე. საკითხის ხელახალი გავლის მიზნით ბიძინა ივანიშვილი ამისამართებს ბაჩიაშვილს ბანკის დირექტორთან. ფაქტობრივად ეს არის დამონტაჟებული აუდიო ჩანაწერის სრული შინაარსი და წარმოუდგენელია, რომ ობიექტურმა შემფასებელმა ეს შეაფასოს როგორც ბაჩიაშვილის ინვესტორობის დასტური. საგულისხმოა ბაჩიაშვილის მიერ სააპელაციო განხილვისას დაფიქსირებული პასუხი კითხვაზე, თუ რა მოხდებოდა დეფოლტის, მაინინგის გარიგების წარუმატებლობის შემთხვევაში. გამოძიების ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რამეს იზამდა, ხოლო ამ შემთხვევაში მან პირდაპირ განმარტა, რომ მძიმე შედეგების პირობებში რისკი იქნებოდა ბანკის. ესეც პირდაპირი აღიარებაა, რომ რისკის მატარებელი არ იყო თავად. მხარეს და თან მაგალითად მოიყვანა იპოთეკური კრედიტები, რაც აბსურდია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ იპოთეკური კრედიტი უზრუნველყოფილია მინიმუმ შესაძენი უძრავი ნივთით, ხოლო რიგ შემთხვევებში შესაძლოა დეფოლტის დადგომისას იძულებითი აღსრულება მოექცეს არა მხოლოდ შეძენილ უძრავ ნივთს, არამედ მოვალის სხვა ქონებას. ბაჩიაშვილის ლოგიკით გამოდის, რომ თუკი მაინინგის გარიგება წარმატებული იქნებოდა, მადლობას მოიხდიდა. წარუმატებლობის შემთხვევაში შესაძლოა ბოდიში მოეხადა არაგონივრული პროექტისთვის და ამით ამოიწურებოდა მისი პასუხისმგებლობა. ამოიწურებოდა იმიტომ, რომ როგორც არაერთხელ განმარტა, იგი არ მონაწილეობდა არც ცესხის ამღები კომპანიის სტრუქტურაში, მხოლოდ 2017 წელს გამოჩნდა კრედიტის დაფარვიდან 1 წლის შემდეგ. არც ინვესტიციისთვის საჭირო ფული მიუტანია, არც უზრუნველყოფა წარმოუდგენია კრედიტზე და არც არანაირი რისკები არ მიუღია საკუთარ თავზე დეფოლტის შემთხვევაში. ეს არის არსებითი საკითხი იმისათვის, რომ დადგინდეს, ვინ იყო რეალურად ინვესტორი. 5 მილიონი აშშ დოლარის ნაწილში. საზოგადოებისათვის უკვე კარგად არის ცნობილი, რომ ინვესტიციისთვის თანხის გამოყოფა კრედიტის ფორმით, ამ კრედიტის უზრუნველყოფა და სრული მოცულობით რისკის აღება განახორციელა დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომაც უსუსური პოზიციის გათვალისწინებით დაცვის მხარემ მსჯავრდებულმა არსებითი და მნიშვნელოვანი კითხვის დასმაც კი ვერ მოახერხა. დაზარალებულის დაკითხვის პროცედურის დროს და დაანონსებული რამდენიმე საათიანი პროცედურა რამდენიმე წუთში დასრულდა. ამასთან თავის მხრივ დაზარალებულმა ბიძინა ივანიშვილმა სრულად და ამომწურავად უპასუხა ყველა დასმულ კითხვას. მათ შორის ისეთ კითხვებს, რომლებიც არ იყო შემხებლობაში განსახილველ საქმესთან. როგორც ეს წინა წერილშიც აღნიშნეს, საინტერესოა, ოდესმე მოახდენს თუ არა ბრალდებული დაზარალებულის დაკითხვის ჩანაწერის საჯაროდ და სრულად გამოქვეყნებას. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვიქნებით, რადგან კიდევ ერთხელ გამოაშორება
მოაშკარავდება, რომ ის ცრუობს. აქვე მსურს კიდევ ერთხელ შევეხო გამოძიების პროცესში გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებებს, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი დაზარალებულის ბანკიდან. ისევე როგორც განცხადებები ანტიდასავლური რიტორიკის განუხორციელებლობისა და პოლიტიკური შეხედულებების გამო მისი დევნის შესახებ, აღნიშნული განმარტებებიც არ ეფუძნება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ რაიმე მტკიცებულებას, არამედ წარმოადგენს დეზინფორმაციის საშუალებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას. გამოძიების ეტაპზე განმარტებების მიცემის პროცესში ბაჩიაშვილი შეეცადა საკითხი წარმოეჩინა იმგვარად, რომ თითქოს მას როგორც მორალურად, ასევე თურმე ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკის შესაბამისად ეკუთვნოდა უზრუნველყოფის გარეშე კრედიტი. უზრუნველყოფის გარეშე კრედიტის მიღების ეგრეთ წოდებულ საფუძვლად გიორგი ბაჩიაშვილმა მიუთითა სამი მიზეზი. კერძოდ, თითქოს მას ჰქონდა დაბალი ბანკის საშუალო რგოლის მენეჯერის შესაბამისი ანაზღაურება. თითქოს ბიძინა ივანიშვილისთვის ასრულებდა საიდუმლო სარისკო დავალებებს. თითქოს ბიძინა ივანიშვილს დამკვიდრებული ჰქონდა არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. არც ერთი ზემოაღნიშნული ეგრეთ წოდებული საფუძველი არ შეესაბამება სინამდვილეს და შესაბამისად საქმის მასალებითაც დასტურდება საპირისპირო. თანაინვესტირების ფონდში ბაჩიაშვილი წარმოადგენდა მენეჯერს, რომლის ხელფასი რამდენიმეჯერ აღემატებოდა მაგალითად ბანკი ქართუს გენერალური დირექტორის ხელფასს. უფრო მეტიც მას გააჩნდა ყველაზე მაღალი ხელფასი, რაც იმ პერიოდში ჰქონდა წამყვანი ფინანსური დაწესებულების ტოპ მენეჯერებს საქართველოში. ამასთან უშუალოდ ხელფასის გარდა იღებდა დამატებით ანაზღაურებას, ბონუსებს, რაც ცხადყოფს ბაჩიაშვილის ამ მსჯელობის უსაფუძვლობას. სიცრუეა ისიც, რომ თითქოს და ბაჩიაშვილი ასრულებდა ბიძინა ივანიშვილის საიდუმლო და ამავდროულად სარისკო დავალებებს. ერთის მხრივ ასეთი დავალებები ბუნებაში არ არსებობდა, ვინაიდან დაზარალებულის საქმიანობა ყოველთვის უკავშირდებოდა ღია გამჭვირვალე ბიზნესს. მეორეს მხრივ კი თავად ბაჩიაშვილი ყოველთვის იყო მხოლოდ მის საქმიანობაზე ორიენტირებული, ფრთხილი ადამიანი. ამიტომ სიცრუე და აბსურდია რაღაც საიდუმლო და რისკიან დავალებებზე საუბარი მისი მხრიდან. ცხადია, არც რაიმე დავალება და უსახელებია ასეთი ბაჩიაშვილს და არც რამე მტკიცებულება წარმოუდგენია საქმის განხილვის პროცესში. კიდევ ერთი ცრუ გარემოება, რომელზეც აპელირებს ბაჩიაშვილი, არის თითქოს და ბიძინა ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული არაჯანსაღი საბანკო პრაქტიკა, როდესაც მისი ახლობლები თუ ნაცნობები უზრუნველყოფის გარეშე იღებდნენ საბანკო კრედიტებს. აღნიშნული ტყუილიც გამოვლინდა გამოძიების პროცესში, რადგან პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებითა და მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ დაახლოებით 20 წლიან თუ მეტი არა პერიოდში არც ერთი ბიზნეს კრედიტი არ არის გაცემული უზრუნველყოფის გარეშე მესამე პირზე და ამავდროულად შემდგომში უზრუნველყოფილი ბიძინა ივანიშვილის პირადი ქონებით. ვიმედოვნებ, რომ წინამდებარე წერილი საზოგადოებას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახებს არა მარტო სააპელაციო განხილვის ეტაპზე მსჯავრდებული ბაჩიაშვილის მხრიდან გავრცელებულ სიცრუეს, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს, არამედ დავასთან დაკავშირებით სრულ სურათს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების მიმართ დღეს სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების პროცესი გაიმართება. სამ ბრალდებულს, გიორგი მიქაძეს, მამუკა ბაღდავაძეს და გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალი პირისპირ წარედგინათ, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს დაუსწრებლად, რადგან ისინი ქვეყანაში არ იმყოფებიან. ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ბრალიანდებათ შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში, რაც 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი კაჭკაჭიშვილს ბრალდება წარედგინა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვის მუხლით, ხოლო მამუკა ბაღდავაძეს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება. ბრალდებულების ადვოკატებს საქმის მასალები უკვე გადაეცათ, საქმის დეტალები და მოტივი განმარტა პროკურორმა. ძმები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ პირს გჯ-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგანაც თანხმობა მიიღეს და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გჯ-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ-უსთან. გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ-მკვლელობა. გჯ-მ ასევე ბრალდებულ გ-კ-სთან ერთად ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ სც-სგან მართლსაწინააღმდეგო ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი იარაღი გჯ-მ გ-უსს გადასცა. 2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გჯ-მ და ბრალდებულმა ძმებმა მიაწოდეს გ-უსს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის დაგეგმილი მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოიყვანა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული პირი ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი. 17 მარტს გჯ-სთან კონტაქტის დამყარების მიზნით გ-უ კვლავ მივიდა მბ-ს სამსახურის ტერიტორიაზე, თუმცა კვლავ ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაციის დამყარება. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს გჯ-ს ნათესავის მბ-ს სამსახურთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი ფუნდამენტურად ცდება ევროპულ კავშირს. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მიზანმიმართულ ქმედებებში ადანაშაულებს, ნაწილი კი კონკრეტულ კითხვებზე არ პასუხობს. ქართული ოცნებისთვის მიუღებელი და უსამართლოა ქართველი ხალხის შანტაჟი ვიზა ლიბერალიზაციით და ისეთ კანონმდებლობაზე აპელირება, რომლებიც გამჭვირვალობას და ოჯახური ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს. ბრიუსელის მოთხოვნების პარალელურად მმართველი გუნდი ევრობიუროკრატებს მოუწოდებს ჩამოყალიბდნენ, როგორი მიდგომა აქვთ პარტნიორების მიმართ. შეეხება იმ კანონპროექტებს, რომელიც იქნა დაინიცირებული, ამას არანაირი რაღაც ეროვნული სხვა მიზანი არ ქონია, უბრალოდ კარგად იცოდნენ კონკრეტულად ტექნიკურად რა უნდა ჩაეწერათ იმისთვის, რომ შეჩერებულიყო ევროპული ინტეგრაციის პროცესი. არ ვიცი, იოზია კი არ ვიცი. უგადმეუბნებით არ ვიცი, არ ვიცი. გამჭვირვალობის შესახებ კანონი შემოვიტანეთ, იმიტომ რისთვისაც ამ კანონებით სარგებლობენ დასავლური ქვეყნები, ის რომ გარედან დაფინანსებული გარკვეული ჯგუფები არ ახდენდნენ შიდა პოლიტიკის ფორმირებას, გარე ასე ვთქვათ, ინტერესებით და არა შიდა სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. თქვენ იცით, არაერთი შემთხვევა თავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც აღიარა, რომ USAID-დან ლედი, როცა აქამდე იყო საზოგადოებრივი აზრით ჩამოყალიბებული, ისინი მხოლოდ კარგ საქმეებს აკეთებდნენ და აღმოჩნდა ის, რომ ისინი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც შიდა პოლიტიკური ჩარევის იყენებდნენ ამ ფულს და ეს ამაზე არ ვსაუბრობდით მხოლოდ ჩვენ, ეს დაადასტურა შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მენა ზვალი არ აქვს, რა თქმა უნდა, აგენტები ყველაფერს იტყვიან და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თავისი თავიანთი აგენტობა გაამართლონ და მიღებული დავალება შეასრულონ. რა შუაშია ვიზა ლიბერალიზაცია და მაგალითად სკოლებში, ბაღებში პროპაგანდის, LGBT პროპაგანდის აკრძალვა. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოვიდა, ერთ-ერთი პირველი, რაც მიიღო აღმასრულებელი ბრძანებების სახით, ეს არის, რომ სკოლებში და ბაღებში აკრძალა LGBT პროპაგანდა. მაშინ ადგნენ ეს ბიუროკრატები, ჭყალებში ბიუროკრატები და დემოკრატიის დამცველები და რეალურად პირიქით თანამედროვე ბოლშევიკებად ქცეულები წავიდნენ და პრეტენზიები განაცხადონ დონალდ ტრამპთან, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გააკეთებენ. რატო ვერ გააკეთებენ? იცით, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის ძლიერი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად, ასევე არაეკონომიკური ფაქტორებიდან გამომდინარე და მაგრამ ვიღაცა საქართველოს გონია დაბალიღობენ. კარგად აფიქრდნენ, სანამ საქართველოსზე განცხადებას გააკეთებენ. ბრიუსელის მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც გამჭვირვალობასთან და ოჯახური ღირებულებების დაცვასთან დაკავშირებული კანონების გაუქმებას გულისხმობს, ხელისუფლებას თვითმმართველობის არჩევნებზე პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდებს საზოგადოებრივი მოძრაობა ნეიტრალური საქართველო. როგორც მოძრაობაში განმარტავენ, კითხვა შემდეგნაირად უნდა ჩამოყალიბდეს, ხარ თუ არა მომხრე LGBT პროპაგანდის ხელშეწყობისა და ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონების სანაცვლოდ გაწევრიანდეს ქვეყანა ევროკავშირში. ეს მოთხოვნები გახდა საფუძველი ჩვენი ინიციატივის, რომ ჩაგვეტარებინა პლებისციტი, რომ ნაცვლად იმისა, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიის ინსტრუქციებით და მოთხოვნებით ვიხელმძღვანელოთ და ვიცხოვროთ, რომ ჩვენ გადავიდეთ პირდაპირ დაუბრუნდეთ უпроსოროდ პირდაპირ დემოკრატიას და ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, სურთ თუ არა მათ იმ ინსტრუქციებით იცხოვრონ და იმ მითითებებით, რომელიც მოდის ბრიუსელი და რომლებიც მოითხოვენ პირდაპირ ჩვენგან ესე იგი სუვერენიტეტის დათმობას მანამდე ვიდრე ჩვენთან დაიწყებენ მოლაპარაკებას ევროკავშირში წევრობაზე. 7 რეზოლუცია მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არ არის რეზოლუციები პოლიტიკური ან დაუშვათ რაღაც სხვა ეკონომიკურ პირობებზე, ეს არის პირდაპირ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციები, სადაც გარკვევით ამ რეზოლუციებში ყოველ რეზოლუციაში არის აღნიშნული, რომ საქართველოს უნდა გაიწვიოს ესა თუ ის კანონი. განსაკუთრებული გართულება აქვს ამ ორ კანონზე, რომელიც არის განსაზღვრელი ჩვენი იდენტობის, ისინი ითხოვენ, რომ ჩვენ დავთმოთ ის ცივილიზაციური საწყისები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნიათ. ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოში 34 ადგილზე გავიდა. კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში ძლიერი ინსტიტუტების ინდექსი ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს შეფასების 100%-იანი სისტემით. ახალი ისტორიული მაქსიმუმი 63% მიიღო. ინსტიტუციური სიძლიერით საქართველოს უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 13 სახელმწიფოს, მათ შორის პორტუგალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, მალტას, კვიპროს, ბულგარეთს, მონტენეგროს, რუმინეთს და თურქეთს. მსოფლიოში სახელმწიფო მმართველობების ინსტიტუციური სიძლიერე შეფასდა 4 კრიტერიუმით: კოორდინაცია, მონაცემთა შესაძლებლობები, იმპლემენტაცია და ბიუროკრატიის ხარისხი. საქართველოს კოორდინაციის მიხედვით მსოფლიოში 24 ადგილზე გავიდა, ბიუროკრატიის ხარისხით კი 25 პოზიცია დაიკავა.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ჩენდლერის მმართველობის ინსტიტუტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი სინგაპურში მდებარეობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. საგამოძიებო მოქმედებებში 2 დაზარალებული მონაწილეობდა. მათ დეტალურად გაიხსენეს 21 ივნისს განვითარებული მოვლენები. ამ დროისთვის საგამოძიებო ექსპერიმენტში 46-მა დაზარალებულმა მიიღო მონაწილეობა. შოთა რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ექსპერტ კრიმინალისტების თბილისის პროკურატურის გამომძიებლებისა და დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც დაზარალებულმა დეტალურად მიუთითა ის გარემოებები თუ რა ვითარებაშიც მიიღო მან დაზიანება, დაადასტურა გამოძიების მიწოდებული ინფორმაცია და გამოთქვა ზატყოფნა გამოძიებისთან შემდგომი თანამშრომლობის. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები შეძლებლობას მისცემს გამოძიებას, რომ დაადგინოს როგორც კონკრეტულ დაზარალებულთან მიმართებაში, აგრეთვე აღადგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ძალის გამოყენების სრული სურათი. ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარე ირაკლი კუპრაძე და გახარიას პარტიის წარმომადგენელი ბერდია სიჭინავა ბერლინში გიორგი გახარიასთან იმყოფებოდნენ. ფაქტი დაადასტურეს გახარიას პარტიაშიც და ლელოშიც. არსებული ინფორმაციით პარტიების საარჩევნო სიასა და კანდიდატებზე ამ დრომდე ვერ თანხმდებიან. ჩვენ გვქონდა ბერლინში ვიზიტი, ეს იყო შეთანხმებული ვიზიტი, იმიტომ რომ მნიშვნელოვან შეთანხმებებს ჭირდება უშუალო შეხვედრა, პირისპირ საუბარი. მე შევხვდი არამხოლოდ გიორგი გახარიას, მათ შორის შევხვდი ევროპელ პოლიტიკოსებს ბერლინში. კოალიცია ლელო საქართველოს და გახარიას გუნდს აუცილებლად ეყოლება საერთო კანდიდატები. ბატონ გიორგი გახარიას ძალიან გაუგზელდა შეხვედრები, ამიტომ მოუცლელი გახდა რომ საქართველოში ჩამოვიდეს ახლა და ელემენტარულად თავის გუნდის წევრებსაც კი დაელაპარაკოს. ერთი შიშარა ადამიანია, ნაციონალურ მოძრაობასთან შეკრული, არ შეუძლია რომ თვალებში შეხედოს ქართულ ხალხს და გაურბის ყველანაირ პასუხისმგებლობას. მისი გუნდის წევრები სად გაიქცევიან და სად ვისეახლებიან, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. როგორც საპარლამენტო არჩევნების დროსაც, ეხლა თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას ეს ადამიანები არ არიან მზად რომ ქართულ ხალხს ელაპარაკონ, ამიტომ რომ სათქმელი არაფერი არ აქვს. ეხლა თავენ პატრონებთან სწავლენ და შეესწებიან რომ გარედან გააკეთებინონ განცხადები, ერთ ნარატივზე დასდნენ, ისევ სულ კამპანიები აწარმოონ. რადიკალებს აქვთ ნულოვანი შანსი თვითმმართველობის არჩევნებზე და ეს მათაც ძალიან კარგად იციან, რამე თუ ვერც შეთანხმდნენ რაღაც საერთო კანდიდატებზე, დღეს რაღაცა იკრიბებიან უცხოეთში, სურვილი აქვთ რომ იმჟელონ ამ საკითხებზე და ვინ გიორგი გახარია, რომელიც გაქცევით და ხალხით არის ცნობილი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ განშტოებას და მეორე მხრივ ლელო თაღლითების და ნაცმოძრაობასთან არსით დაკავშირებული პირების პარტია, სადაც შეგვიძლია ერთადერთი ვთქვათ, რა აერთიანებთ ამ ძალებს საკუთარი ქვეყნის სიძულვით. ქვეყნის გარეთ გადაწყვეტილების მაძიებლები არიან ოპოზიციაში, პრაქტიკულად დესტრუქციული ოპოზიციის მთელი შემადგენლობა და ისინი შიგნით ვერც იგეგმებიან, ვერც გადაწყვეტილებას ვერ ღებულობენ და ამისათვის ყოველთვის გარბიან სადღაც გარეთ, მაგრამ საიდანაც არ უნდა ჩამოიტანონ. ვისი დაკვეთილიც არ უნდა იყოს ეს დავალება, საზოგადოება ღებულობს გადაწყვეტილებას. განაჩენი პოლიტიკური მათი გარდაუვალია. ქართული ოცნების აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ადგილობრივ მხარდამჭერებს ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე წარუდგინა. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, გიორგი ცინცაძე არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მაქსიმუმს გააკეთებს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. გიორგი ცინცაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ის იყო აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, ასევე წლების განმავლობაში თანამდებობებს იკავებდა დაზვერვის სამსახურში და საგარეო საქმეთა სამინისტროში. გიორგი არის ღირსეული ადამიანი, კეთილსინდისიერებით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა და დარწმუნებული ვარ, ის მაქსიმუმს გააკეთებს თავის ქალაქის განვითარებისთვის. მომდევნო დღეებში გვექნება ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, ხულოს, შუახევის მუნიციპალიტეტებში კანდიდატების წარდგენა. დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვოს ღირსეულად ჩვენი კანდიდატები. მადლობა მინდა უთხრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ვიყო ბათუმის ჩემი მშობლიური ქალაქის მერი, ჩემთვის დიდი პატივია. წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველის, სადაც დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ.
რათა უფრო წარმატებული გავხადოთ ჩვენი ქალაქი. ცხეთამთიანეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი. 2 დაკავებული წარსულში ნასამართლევია, ერთი კი ინდოეთის მოქალაქეა, ის 19 წლის არის. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 69 შეკვრად დაფასუებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონი და MDMA ნივთმტკიცება დამოიღეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას განაგრძობს. პროგრამის პირველ ეტაპზე სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში 47 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო, საიდანაც 11 საბავშვო ბაღის მშენებლობა რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია. ვრცელი არის ამ პროექტების ნუსხა და მოცულობა. 47 ბაღის რეაბილიტაცია და მშენებლობა ხდება სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში. ეს დაახლოებით 88 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების პროექტებია. აქედან 11 პროექტი უკვე დამთავრებული არის. 9 ბაღი არის აშენებული, 2-ის რეაბილიტაცია, სრული რეაბილიტაცია მოხდა. ხოლო დანარჩენებზე მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე დასრულდა 11 საბავშვო ბაღი, დანარჩენი ობიექტი კი მიმდინარეა. აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვან პრობლემებს წყვეტს და ბავშვებს აძლევს შესაძლებლობად სკოლამდელი განათლება მიიღონ შესაბამისი სტანდარტების გარემოში. იუსტიციის მინისტრი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მრავალწლიანი პარტნიორობის საკითხები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. საუბარი შეეხო რეფორმებს ციფრული მმართველობისა და მიწის რეგისტრაციის მიმართულებით. მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა პოზიტიურად შეაფასა საქართველოში განხორციელებული რეფორმები და სააგენტოს მიერ დაგროვილი გამოცდილება, რაც მნიშვნელოვანი საფუძველია არსებული ცოდნის სხვა ქვეყნებთან გასაზიარებლად. აღინიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული NSDI გეოპორტალის გონიერი კონტრაქტის და მიწის სისტემური რეგისტრაციის ინოვაციური ელექტრონული სერვისების ეფექტიანობა და სანდოობა ქვეყნის მიერ აღებული სასესხო ვალდებულების მთავრობის მიერ ეფექტიანი გამოყენების და განხორციელებული ინვესტიციის შედეგიანობის ნათელი მაგალითია. კიდევ ერთი ახალი რეისი ევროპის მიმართულებით 2 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს იტალიის მესამე მიმართულება ვენეცია დაემატება. ავიაკომპანია ვიზიარი რეისებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, სამშაბათს და შაბათს შეასრულებს. აღნიშნული მიმართულების განვითარება მნიშვნელოვანია როგორც ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, ასევე ორ ქვეყანას შორის როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების მიმართულებით. იტალია ზოგადად საქართველოსთვის სამიზნე ბაზარია, შესაბამისად უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიარი ბოლო 7 თვის განმავლობაში დაახლოებით 90,000-მდე მგზავრს მოემსახურა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იტალიის მიმართულებით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და ვიზიარი ბოლო 7 თვის განმავლობაში მოემსახურნენ დაახლოებით 900,000-მდე მგზავრს, 4,800 რეისს, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იანი ზრდის მაჩვენებელია. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.